მოგესალმებთან. იცით რა რომ მოვუყვეთ ჩვენს ტელემაყურებელს, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად წყალს ადამიანის ორგანიზმისთვის, რომ ასე ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2 ლიტრამდე უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში და ასე შემდეგ. აი მე მაგალითად ორს მდგომარეობაში ვარ და ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა ცალკე როგორც ორსულიშვილს ამ შემთხვევაში აი რა მნიშვნელობას ატარებს წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის და მით უმეტეს როდესაც ხარისხზე საუბრობთ, იმიტომ რომ რამდენად აქვს მნიშვნელობა წყლის ხარისხს თვითონ უკვე როდესაც 2 ლიტრამდე რომ ვიღებთ უკვე ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება რა თქმა უნდა და ისედაც. კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებ ჩვენ ტელემაყურებლებს და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ. პირველ რიგში წყალი ყველას მოგვეხსენება, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, თლიანი მეტაბოლიზმის, ანუ ნივთიერებათა ცვლისთვის, რადგან ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 60-70% შედგება წყლისგან. მაგრამ ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია რა რაოდენობის წყალს ვიღებთ და რა დროს. კი მომენტი აღნიშნე, რადგან რიგი ფაქტორები მოქმედებენ წყლის მიღება, გავზარდოთ თუ არა. ასაკის, სქესი, ცალკე, ანუ ეხა პარი სენ-ჟერმენის თემას შეეხეთ და შესაბამისად რა ცხოვრების სტილით არის დაკავებული ადამიანი, რომ იმის მიხედვით განისაზღვროთ წყალი როგორ მიიღოს. ცალკე მნიშვნელოვანი მომენტი არის წყლის ხარისხი, რადგან ეხლა როდესაც ვლაპარაკობთ ბრომატის ნაკლებ შემცველობაზე, ამ შემთხვევაში 0% არის, ეს ძალიან კარგი მომენტია, რადგან თავისუფლად შეგვიძლია აქცენტი გავუკეთოთ მხოლოდ წყალზე. როდესაც თუ სხვა შემთხვევაში ვიღებთ ისე წყალს, სადაც ბრომატის შემცველობა შედარებით მაღალი არის, საჭირო ხდება უკვე ისეთი პროდუქტების მიღება, რომელიც წყლით მდიდარია, მაგრამ ამასთანავე შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, ანუ ანტიოქსიდანტებს, რომელიც იცავენ ჩვენ ორგანიზმს და სხვადასხვა ორგანოებს, ხო, როგორც აი ღვიძლი, ნერვული ქსოვილი, პანკრეასი, რომ აი ეს ბრომატის და სხვა დამაზიანებელი ფაქტორების, ანუ პროოქსიდანტების უარყოფითი შედეგი, ასე ვთქვათ, გააუნებელყოს. ბრომატი გასაგები რომ იყოს. იცით როგორი მომენტი არის? ჰიპოთეზურად კი, ისედაც რამდენიმე კვლევა არის, სადაც ბრომატის დამაზიანებელი ფაქტორი არის გამოვლენილი, მაგრამ აი კონკრეტულად რაოდენობის ბრომატი ვიზე როგორ მოქმედებს, ეს ცოტა სათვალო მომენტია. კი, და გააჩნია ორგანიზმი ჩვენი, ანუ ასე ვთქვათ, ზოგადად ნივთიერებათა ცვლა რა მდგომარეობაში არის და რომელი ორგანო არის დაზიანებული, რომ პლუს დამატებით სტრესი არ მივაყენოთ ამ კუთხით. ზოგადად ხა წყლის მოხმარებაზე თუ ლაპარაკობთ, ხო? საშუალოდ დღის განმავლობაში წყალს სადღაც 2.4-2.7 ლიტრის ფარგლებში უნდა მოვიხმარდეთ. დაგვიზარდა უფრო და თქვა რომ 2 ლიტრი კი არა, კიდევ უფრო მეტი. დასრულებზე არის ლაპარაკი. მაგრამ ეხა აქ შეიძლება დავყოთ უკვე სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით. ანუ თუ ცოტა ადინამიური ცხოვრების წესი გვაქვს, ეს კოეფიციენტი შეიძლება ვიყოთ 30. ჩვენი წონა უნდა გავამრავლოთ 30-ზე და ვიღებთ იმ მილilitrებს რა რაოდენობაც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. აი ხა მაგალითზე გეტყვით რა, მე ვარ მაგათი 70 კილოგრამი. საშუალო დატვირთული ფიზიკური აქტივობა მაქვს, ანუ ეს კოეფიციენტი უკვე 40 არის ამ შემთხვევაში. 40 რო გამრავლებ 70-ზე, სადღაც რამდენი გამოდის 2700 მილილიტრი, ხო, სადაც 2.7 ლიტრი ჭირდება დღის განმავლობაში. კი ბატონო. თუ ძალიან გადატვირთული ხარაზე ვამრავლებ. ხო, აი მაგ შემთხვევაში უკვე ეს კოეფიციენტი 45-ზე არის. ბრალდება. კი, აი ათლეტებზე თუ ლაპარაკობთ, ეგ მნიშვნელოვანი არის. ოღონდ მანდაც არის ცალკე მოცემულობა. როდესაც ორგანიზმი არის დეჰიდრატაციის საფრთხის ქვეშ, ანუ გაუწყლოვნების კუთხით, მხოლოდ წყალზე აქცენტის გაკეთება შეიძლება საჭირო არც იყოს და დამატებით ორგანიზმი უნდა შევსოთ იმ ელექტროლიტებით, რომელიც ჩვენ ნივთიერებათა ცვლას დაეხმარება. და არის იშვიათი მდგომარეობები, რა დროსაც დიდი რაოდენობის წყლის მიღება საჭირო არ არის. ნუ ამას უკვე ექიმები გასცემენ რეკომენდაციებს. ძალიან დიდი მადლობა. მე გადმოვარხა თქვენთან და